კობახიძემ აღიარა BBC-ს სიუჟეტში ნახსენები ნივთიერების როგორც შეძენა, ისე გამოყენება. ანუ რა გავიგეთ კობახიძის ბრიფინგიდან ამ გაზსა და მომწავლელ ნივთიერებაზე. გავიგეთ ის, რომ ნახსენები ნივთიერება კოდით UN 3439 ნამდვილად შეიძინა შესაძლოა 2009 წელს. ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი. კობახიძემ აღიარა ისიც, რომ ამ კოდის ქვეშ შედის სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორისაც მომწამვლელი კამიტი. ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი, რომელიც არის აკრძალული. აღიარა ისიც, რომ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული აქციაზე. იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები გამოყენებული 24 წლის აქციების. იქნებოდა სავარაუდოდ, რა თქმა უნდა. გვეუბნებიან, რომ არ მოხდა კონკრეტულად კამიტის გამოყენება. და იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული. თუმცა არ გვეუბნებიან, რისი გამოყენება მოხდა. უფრო მეტიც, გვეუბნებიან, რომ ახლა გამოიძიებენ ამას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. ანუ აღიარეს, რომ როგორც მინიმუმ თვითონაც არ იციან რითი დაწამლეს ხალხი და მხოლოდ ახლა აკეთებენ ამის ანალიზს. ახლა როცა დაიწყო გამოძიება, უნდა ჩატარდეს რა თქმა უნდა ხმლის ანალიზიც. თუმცა ზუსტად იციან, რომ BBC იტყუება.